სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ოზურგეთში ხორცისა და ხორცს პროდუქტების ორი არალეგალური საწარმო გამოავლინეს. როგორც გაირკვა, ოზურგეთში თაყაიშვილისა და გურიის ქუჩებზე ფუნქციონირებდა კუსტარული საწარმოები, რომლებიც ხორცსავალდებულო აღიარების გარეშე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევით აწარმოებდა. სესის ინფორმაციით ორივე ობიექტზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. დაილუქა საეჭვო წარმომავლობის 135 კილოგრამზე მეტი გოჭისა და ფრინველის ხორცი. საწარმოები დაჯარიმდა და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა საწარმოო პროცესი. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი მანანა ერქომაიშვილი ამბობს, გეგმიური მონიტორინგის გარდა სააგენტოს თანამშრომლები ასევე ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებების საფუძველზეც ახორციელებენ შემოწმებას და ოზურგეთში არალეგალური საწარმოების გამოვლენის პროცესი კვლავაც გრძელდება. საქმიანობდა აღიარების გარეშე, იმიტომ რომ დაკლა, ცხოველის დაკლა ხდება სასაკლაოზე. ეს იყო ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული ხორცი და კანონმდებლობით ეს ითვლება მავნეს სურსათსა და შესაბამისად განადგურდა ეს დაილუქა ეს სურსათი, განადგურდა ბიზნეს ოპერატორი დაჯარიმდა 1000 ლარით და შეუჩერდა საწარმოო პროცესი. ვინ რეგისტრირებული ბიზნეს ოპერატორს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ამოწმებს წლის განმავლობაში ერთჯერადად. მაგრამ არის ხელხაზზე შეტყობინებები, ეხლა მიმდინარეობს არალეგალური, ვინც არალეგალურად მუშაობს, კონტროლს არ ექვემდებარება, ვცდილობთ, რომ ეს ობიექტები აღმოვაჩინოთ და მოვაქციოთ კონტროლის ქვეშ. ამიტომ ხშირად გვიწევს დაჯარიმება ასეთი ბიზნეს ოპერატორების და განადგურება სურსათის, რომელიც არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.